დანდება. შემობრძანდა სამაგიეროდ ჩვენთან პირდაპირ ეთერში მარილიანი თევზი თუ მარილის აკლდამაში სად არის? ჩადებული თევზი. ხო, ვასრულებ ახლა ამ გორდს. მოვიდე ახლა, ნერვები არ მომიშალოს. ოჰოჰო. მოკლედ თხილისთვის გვინდა რაღაცა რომ დავნაყოცავით, მაგრამ არა მაქვს, არ მინდა რომ ძალიან სუფთად იყოს ეს თხილი, დაჭყლეტილი, ცოტა ხრაშუნა მინდა რომ იყოს და ესე დავჭრილცე. ცალკე ფოტოსესია აუცილებლად. და გადავაყაროთ უნდა ჩვენ პრასს. ნახე რა. всё, სად არის? კი. ესე გადადგით, გასინჯეთ. ეს რაღაცა სასწაული. თევზია ფავარი ახლა. ხედავ როგორი ხმა აქვს? კი, კაკიკუკი. ხმა არის რა. კაკიკუკები არის. გაგვიღე კარი. ხმა არის, რომელიც ესე უნდა დაშო. ესა? კი, ეს უნდა მოვაცილოთ. მოიცეთ. პასკა გავა. ეხა იმდეს ნუურტყავ რომ მარილი დაიშალოს და მარილი არ უნდა დაიშალოს? აი. შეხერეში გამოგრობა. კი, თავარი. რასუნია კაცი? სამარტივად ვნახავთ მაგას მზად არის თუ არა, ჩავჭრათ. კაკიკუკები მოვაჭრე. აი მე და რა წუნია. როგორ მზად არის ჩვენი საყვარელო მაყურებელო რომ დიმა იცოდე. კაკიკუკები გაიწია. ხალხში მაგ საქმე ვერ გავიგე რა. შეიძლება დავდგე? აქ ხილად უნდა ვიყო ეს მარილი თევზ არ დარჩეს შიგნით და უნდა გამოვყაროთ ყველაფერი, მაგიტო გთხოვ რომ მიმიშვა. ესე. ამ თლიანად უნდა მოვაცილოთ ეს მარილის ჯავშანი თევზს. გადავაფრიკოთ. დიმა მოდი. იქ მომეტანებ. და და არც იკრავს, გაიგე? არა, ეს აქ ნახე, ეს თლიანად ამოვა ჩაულებრივად, ეს არ არის მიწებებული არაფერი. უბრალოდ შემითხარი რა. უბრალოდ მე ხარ რასაც ვიზავიცი, ამას ჩავჭრი. აი, რატო ესე? მოვაცილებ კანს. ვაიმე. კანი არ გვინდა. ოჩახ მერიკო, ოჩახ. ძალიან კარგია. და ხო ძალიან მარტივია. ძალიან მარტივი არის ხო ეხლა? მაცასთვის არ არის მარტივი, უბრალოდ მარილის მოზელის მომენტია. მარილის ხვას მოაზელინა გვანცული. მეზობელს გვაცა. და გადმოვიტანოთ, ნახე, აი თლიანად ფილირებას ახსენ რა. აი თლიანად ფილე გადმოგა. ასე რომ აჩი შენც არ შეშინდე რომ ფხა ექნება ბევრი, არაფერი არ ექნება. არაფერი არ ექნება, ნახე თლიანად გამოდის. აი ჩემო კარგო. ეს არის ჩვენი. უბრალოდ ამჯერად ყველაზე დიდი თებში. სწორი ისინი. გავამშრალე. რა გინდა მითხარი? ისე ასაღები? ასაღები მინდა, რომელსაც ვერ პოულობ, მაგრამ აქ გქონდა, აი აქ გქონდა არა უშავს დავშლი. აი, ამით რა იყო? ესევე გადმოვიტან. მაგარია. და თვითონ თევზი არის ხედავთ, ალბათ ძალიან წვნიანი შიგნით და ძალიან რბილი და გემრიელი. ნამდვილად ეწეა. ეს კანიც ესე გადავაძრო, ძალიან კარგი რა მერიკო რა, კარგი რა. კარგი რა, დაამთავრე. და რა სასწაულია. და ნახე როგორ ჩამოდის, აი ზედმეტი იმის გარეშე. ჩამოდის, აი ხედა. და ჩვენ ხშირად ამ თევზს ხარშავთ ხოლმე და არ მგონია რომ ეს მოხარშული თევზი საერთოდ კაი იდეა. ბევრად ჯობია ესე გამოაცხო, იგივე ეფექტს ღებულობ და ნაკლები წყალი. უფრო გემრიელი. მომეხმარე? რაღაცა არავინ არ მოიწევს აქეთ გასულია ყველა ეთყობა გადაღებაზე. აი. კარგი, თქვენ ეს გასინჯეთ აი იმასთან ერთად და დანარჩენს მე გადმოვიდეთ. მე ცოტა ისაა. ხუჩორის ამ ბაიკო, შენი ჯერია. ნამდვილად შენი ჯერია, ბაიკო. მოდი თებშით. წამოიღე შენი თებში ჩანგალი და დაივიწყე სასაფლავები და მოდი. პირიქით აღზდეკ უნდა მითხრა. ეხლა მე შენ მოგიმზადებ, მოიცა, მე იცი რა მაინტერესებს მერიკო, ეს გარნირი ამასთან არაფერს შუაში არ არის? თუ შეიძლება? გარნირი გავაკეთე მაგისთვის, ბაიკო. აჰა, ეს შენ გარნირი, ბაი. ბაიკოს პრასი, თლიანი პრასია ეს. აი ხა. პრასი ჩემი სიყვარული. აჰა. აი, მადლობთ. ეხლა ცოტა თევზი. ესე. ჩიკო. აი, მოიცა გემრიელი, ყველაზე გემრიელი. არა, ყველა გემრიელია, მიდი. ეს ხო, მეც რაღაცა მისკენ წავედი, მოიცა. აჰა. აბა, მიდი. აბა. არა. მე მგონი დავკარგეთ. არა, გეფიცებით რა უნდა ვთქვა, იცი, მე კალმახს ძალიან ხშირად ვაკეთებ, იმიტომ რომ
იმაჩნია რომ კალმახი ჯერ თევზის სასარგებლოა, მხედველობას უხდება და მოკლედ ბავშვებისთვის აუცილებელია. და ყველანაირად გამიკეთებია. ესეთი გემო არ ქონია ხო? არა, ძირითადად სკეპტიკოსები ისე უყურებენ რომ შეიძლება იმდენი მარილი უქენი რომ ძალიან მარილიანი იქნება თევზი. არა. საერთოდ არ იქნება მარილი, ის სულ გადადის. და მით უმეტეს კანს როცა აძრობ. შეიძლება აქ რა მომენტმა ითამაშა, იცი რომ დიდი კალმახი ყოველთვის ცხიმიანია და უფრო ხორციანია. ვიდრე პატარა კალმახი. კი, და წარმოიდგინე ხა ამ ჯავშანში აი საერთოდ ჰაერი არ შედიოდა არსაიდან, ცხვებოდა თავისივე წვენში ეს თევზი. ეგ არის მთელი იდეა. საოცარი გემოა. და მაგას ვერ გიკეთებს ვერც ფოლგა, ვერც სხვა. ვერა, იმიტომ რომ ფოლგაში მე გამიკეთებია, გამომიტენია. მაინც შრება უფრო. შრება და მაინც რა თქმა უნდა, ისეთი არის, ნუ თევზის გემო აქვს. ამას თქვა თევზის გემო არ აქვს. არის საოცრად პიკანტური. პრას დანაუნდა. მოიცადე ჩაკმიჩი. აია? ანუ რა მე ძალიან მიყვარს ეს ბოსტნეულობა და ძალიან გემრიელია. სასწაული. ძალიან ადვილად კეთდება და კიდე რა არის ფსიქოლოგიურად ამ ბოსტნეულს რო ჭამ, აი იცი რომ ჯამრთელდები. აი იცი რომ გერგება. იცი რომ აი წამალი ვიძღებულობ ამას ყველაფერს და თევზი და ეს რაღაც გაიქო არ მინდა გამოვტოვო. ყველა ოჯახს სადაც თევზი მზადდება არის თევზის სუნი. ღუმელიდან ამ შემთხვევაში როცა მარილში იყო გახვეული სუნი არ გამოსულა საერთოდ. ანუ ეს კიდევ უფრო ამარტივებს იმას რომ სახლში არ იდგეს მარილის სუნი და ძალიან პრაქტიკულია. კი და თან შეიძლება ყოველდღე რა თქმა უნდა ვერ იყიდო ამ ხელა კალმახი რამდენი მარილი მესმის, მაგრამ იშვიათად, როდესაც გინდათ რომ თავი მოაწონოთ სტუმრებს, თამამად ვიტყვი, ეს უნდა მოამზადოთ. იცი ან შეიძლება თავისუფლად მოამზადო პატარა თევზით, იგივე ტექნოლოგია გამოიყენო და პატარა თევზით მოამზადო, უბრალოდ ეს დიდი უფრო ეფექტურია, რაღაც სუფრაზე გადის, ბევრ ხალხს ანაღლებს და ასე შემდეგ. არა, მე ის არა, სუნი არ დგას. ხო. შემწვარი რაღაცნაირი თევზის სუნი არ არის, ძალიან მაგარია. მე ძალიან მიხარია რომ ესე მოგეწონათ. იმედია ჩვენ მაყურებელსაც მოეწონა. და ჩვენ სტუმარი. ეხლა ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი და მოვიწვიოთ ხალბატონი დალი ცატავა. ჩვენი საყვარლესი სტუმარი. კი, ნამდვილად. მოგძანდით. დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილ. დიდი ხანი არ ყოფილა და საინტერესო ამბებიც აქვს მოსაყოლი, იმიტომ რომ ხალბატონი დალი ცოტა ღრმად წავიდა ამ გასტრონომიულ კულტურაში და ეხლა ლექციასაც კითხულობს. Rāci, მე მგონი, ჩემს პირვანდელ საქმიანობას გადაუხვია, ასე ვთქვათ, ვიყავი პედაგოგიკის მკვლევარი და გავხდი გასტრონომიული კულტურის მკვლევარი. ძალიან შეიცვალა, ასე ვთქვათ, შეიცვალა ჩემი ცხოვრება და არც მნამნობ, იმიტომ რომ ეს ისეთი სამყარო ყოფილა, რომ ვერაფრით ვერ გამოხვალ უკან. და რატომღაც აი ეხლა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ტურიზმის ინსტიტუტში ვკითხულობ საგანს გასტრონომიული კულტურის ისტორია. ძალიან საინტერესო. და ძალიან ბევრი სტუდენტი მესწრებოდა პირველ ლექციაზე და ისეთ დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ აი ჭამასმა დიდად შესარგი და საინტერესო იყო მათთვის, მაგრამ როდესაც სემესტრი ჩამთავრდა ისეთი კომენტარები მოვისმინე სტუდენტებისგან, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ეს არის კულტურის ისეთივე ნაწილი, როგორც არის მოდა, როგორც არის დავუშვათ ცეკვა, სიმღერა. არა მხოლოდ კუჭისთვის. არა. და ძალიან შეეცვალათ დამოკიდებულება და ისინი ბაკალავრის დიპლომს ღებულობენ ტურიზმში და ამიტომ აი ეს ცნობიერების შეცვლა, რომ ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი და ერის ნაციის სახე, აი ეს ძალიან მიხარია და რატომ ეტირება ღვინის ბრალია? არა, იმიტომ გეტირებათ, რომ თქვენ ძალიან კარგად გძნობთ ამას და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ლევან ბერძენიშვილს აქვს ფანტასტიკური ესე იდენტობის კულინარიული დონე. პოპულის კორიანდერ, ესე თქვი, ანუ ქინძის ერი. და სხვათა შორის იქ მოყვანილი აქვს ციტატა, რომ ვინმე გაცნობიერებულად რო არ წაიკითხოსო და ზერელედ რო წაიკითხოსო ეს ესეო, არ დამწამოსცილიო, რომ ქართველებს ქინძის ხალხი უწოდაო, მაგრამ ისე კარგადაა აქ აღწერილი, რომ მე ბაქრაძე, აკაკი ბაქრაძის სიტყვები მოყავს, რომ სულუგუნი და ბაჟე ისეთივე კულტურის ნაწილი არის ჩვენი, როგორიც უფლისციხე და ისეთივე გენიოსი იყო ის ადამიანი, ვინც შექმნა უფლისციხე.
მაგრამ მინდა გითხრათ ამ რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტში წავიკითხე სტატია რომელიღაცა ადამიანის რომელიც ტურისტად ჩამოვიდა და მერე დარჩა საქმე ნახა ინგლისელი იყო და თქვა რომ ხინკალს ცხოვრებაში აღარ შევჭამო იმიტომ რომ გიждდებოდი ხინკალზე ძალიან ბევრი დავაგემოვნე ვჭამე და მერე მივხვდი რომ უბრალოდ ყველგან ხინკალი არისო და უფრო აღარ მომწონსო უფრო და უფრო დამოკიდებულება შემეცვალა იმიტომ რომ რაღაც ფასტ ფუდის სახე მიიღო ამ ხინკალმა და არა რაღაცა კულტურის ნაწილი. და ძალიან მიხარია რომ ქართული გასტრონომია არ არის მხოლოდ ხინკალი. არ არის კი არა პირველ ადგილზე ჩემთვის არც არასდროს ყოფილა. ნამდვილად ქართულ გასტრონომიაში. თან ძალიან მგონი ბევრისთვის. არა ხინკალი არ არის ქართული გასტრონომია მაგაზე შევთანხმდეთ, მაგრამ ფაქტია რომ ტურისტი ჩამოდის ამ ქვეყანაში, ტურისტი ოჯახში იშვიათად ხდება, ხო? ტურისტი ჩამოდის და მიდის რესტორანში. რესტორანში ესე რომ დაფიქრდე კვანცა ხინკალი უფრო ჭარბობს ჩვენ რესტორნებში ვიდრე სხვა რამ და ეს თითქოს იდენტობა ზუსტად ამით უნდა გამოიცნობოდეს წესით იმიტომ რომ პირველი პრინციპში ყველას ხინკალს ასინჯებენ მაგრამ როდესაც შემდეგ ცოტა დიდი ხანი რჩება და სხვადასხვა კუთხეში გადის ეს ტურისტი ხდება რომ ხინკალი კი თუ გავიდა კუთხეში მაგრამ თუ მარტო ამ ჩვენი რესტორნებით შემოიფარგლა მინდა გითხრა რომ ესეთი აღფრთოვანებულებიც არ არიან როგორც ჩვენ მგონია ხშირ შემთხვევაში რომ გიждდებიან ეს არ არის არ არის ეგრე არა ესეც არასწორი დამოკიდებულებაა დიმიტრი არ არიან და კარგად იყვნენ იმიტომ არ არიან რომ ხარისხი დაიკარგა იცი მე ჩემი აზრით მე ეს არ არის მარტო რესტორატორების ბრალი და რესტორნების ეს არის ჩვენი მომხმარებლების ბრალიც იმიტომ რომ რაღაცა ანუ მომხმარებელი ვერ გაიზარდა იმიტომ რომ შედის შეიძლება მენიუსაც არც კითხულობს იმიტომ რომ შედის რომ ჭამოს ხინკალი ხაჭაპური ხაშია იცი რა ამ ხინკალს რა წამოკრავთ ხელს და ხინკალი უგემრიელესია თბილისში სადაც გემრიელი ხინკალია მე ვიცი ერთი და იქაც აღარ ვიცი მე რეკო ხელს გიждდები არა ხშირად უგენა ჩამოგითვლით რა პრობლემა არა აღირს მე მგონი მაგრამ არა ძალიან იშვიათია უცხოელების აზრზე დამოკიდებული რატო უნდა აი მე ვერ გავიგე ჩვენ ამას ძალიან ივეჩვიეთ ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეგ ამბავით თორე იმას მოეწონება არ მოეწონება იმის პრობლემა არის რაღაცას რაც შენ მოეწონა და მაგაზე მაკლევინე თავი საზღვარგარეთ სადაც ხდები პირველი ყოველთვის ვკითხულობ ყოველთვის მაინტერესებს იმიტომ რომ ეს კულტურის შემადგენელი ნაწილია ისე მათი და მაინტერესებს რა თითქოს იმ კულტურის ნაწილი ხდებით თან ახლა ოდითგანვე ეს იყო რიტუალი იმიტომ რომ როგორც იმის შემდეგ რაც დმანისში აღმოაჩინეს ჩვენი ძეზვა და მზია ხო მსოფლიო ისტორიაში ბევრი რაღაცა შეიცვალა და უნივერსიტეტის პროფესორები წერენ რომ სხვადასხვა მკვლევარები განსაკუთრებით ანთროპოლოგები ისტორიკოსები ძალიან შეიცვალა მიდგომები და სხვათა შორის იქ აღმოჩენილი მარცვლეული კულტურების ნაშთები იმაზე მიუთითებენ რომ ჩვენი პირველი წინაპრები პირველი კულინარები ყოფილან იმიტომ რომ ზოგადად კულტურალიზაცია დაიწყო როდესაც მან დაფქვა ეს ხორბალი. შემდეგ რაღაცა ჭურჭელი დასჭირდა. შემდეგ ამ ჭურჭელს რაღაც ესთეტიკური სილამაზის მინიჭების სურვილი გაუჩნდა მოხატა, ფორმა მისცა და ამან გამოიწვია ადამიანის რაღაც კულტური, ანუ ეს პროცესი გახდა რაღაცა კულტურის ნაწილი და პლუს კიდევ რიტუალი, იმიტომ იყო რომ ყოველთვის იყო საკვები მედიატორი ღმერთსა და ადამიანს შორის. იგივე ახლა ჩვენ რაცაც მერიკო აკეთებდა ხო პირველ ნაწილში მახსენდებოდა სოკოზე რო იყო საუბარი რომ ინდიელები ამბობენ რომ სოკო არის ღმერთების საჭმელი და საკულტო მცენარე არის ინდიელებისთვის და მაიას ტომებს ყავდათ ეგეთი ღმერთი კეცალკოატლ ესე აი ჟღერს სოკოს ჭამდნენ ხო სხვა სოკოს ჭამდნენ და არა ამ სოკოს არ ჭამდნენ იმიტომ რომ სულისთვის რო სოკოები არა ყველანაირ სოკოს პატივს ცემენ როგორც წესი მაგრამ ამბობენ რომ ეს არის ზუსტად იმ ღმერთის ცრემლები და რატომ ცრემლები იმიტომ რომ მას შეუყვარდა მთვარის ღვთაება და ცოლობას თხოვა და უთხრა რომ ჯადოსნურ ძალას მოგცემო რომ ყველა განკურნო და ამ მთვარის ღვთაებამ უარი უთხრა და ტირილი დაიწყო და იმ ადგილას სოკოები ამოვიდა ანუ რასთან არის ეს მიბმული რომ სოკო არის როგორც სამკურნალო სულისთვის ასევე სხეულისთვის და წმის მერე ამოდის სხვათაშორის ცრემლებთან ანალოგია შეგვიძლია გავატარო მერე ამოდის და ამიტომაც ძალიან საინტერესო რაღაცები ანუ რისი თქმა მინდა რომ ყველა კერძი რაღაც რიტუალთან იყო დაკავშირებული იგივე თევზი მაგალითად ძველ ეგვიპტეში რიტუალური დანიშნულების იყო ეგ ზღვის პროდუქტები არ გაუჭირდებოდა
ჯერ ერთი ორი ზღვა ქონდათ, ნილოსი ქონდათ და პაპირუსებში ებერსის პაპირუსი არის ერთ-ერთი ცნობილი მოხსენიება, სადაც რეცეპტები წერია, სადაც სამკურნალო მცენარეები არის აღწერილი, იგივე შუმერების თიხის ფილებზეც არის რეცეპტები. და იქ არის ერთ-ერთი რიტუალი აღწერილი, როდესაც ორ ადამიანს მიჰქონდა ტაძარში თევზის შესაწირად ქურუმებისთვის. ანუ ისეთი დანიშნულების, ну ყველა ტრაპეზი, ასე ვთქვათ, რაღაც რიტუალის ნაწილია, იმიტომ რომ დავუშვათ იგივე ნიშნობა, ხო რიტუალია, აუცილებელი პროცედურაა ტრაპეზი. და მე ამ რიტუალს რა დანიშნულება აქვს სხვადასხვა კულტურებში, მაგრამ ყველა კულტურას აქვს საერთო, რომ ტრაპეზი არის რიტუალი. და ყველაზე რიტუალური პროცესი დიპლომატიური შეხვედრები არის. კი. როცა გინდა რომ გადმოიბირო შემხარაზე სხვა ქვეყანა. და გააკეთებიო შესასარგებლო დრამა. ვიღაცას რო ხელით ხოვო რა უყვართ. ეგ უკრაინელებს შველიდეთ ახლა, რამდენ საკვებს მივაწვიდით აქედან. საერთოდ ყველაზე დიდი საქმეები წყდება სუფრასთან. იანუკოვიჩ ვერიფენი უნდა აჭამო, ნუ დაიმორჩილო. და ის სანამეცნიერები ხა გითხარით რას ვაკეთებთ? ეხლა ძალიან მარტივ რაღაცას გავაკეთებთ, იმიტომ რომ მარტივს, მაგრამ ძალიან აქტუალურს. ძალიან აქტუალურს. ეს იქნება ჭვიშტარი. ჭვიშტარზე არ მინდა ეხლა ვაწყენინე ჩვენს ძმებს, რომლებიც ძალიან მიყვარს სვანებს, მაგრამ სვანები და მეგრელები გამუდმებით კინკლაობენ, რომ არა სვანურია, არა მეგრულია. ქართველები კიდე ავტომატურად ჭამენ გადასარევად. გვერდით. მეც რაღაცა ჭვიშტარი უფრო მგონია რომ მეგრული უნდა იყოს. ხო, და სვანები ჭვიშდვარს ეძახიან და ფეტვსაც უმატებენ, მაგრამ განსხვავება რაღაცნაირ ტექნოლოგიურ პროცესშია, იმიტომ რომ სვანური ჭვიშტარი, ჭვიშდვარი უფრო სწორად ჯერ ცომი იდება, მერე ყველი და მერე ისევ ზემოდან ცომი და მეგრული იზილება, ანუ რამდენი ფქვილიც არის, იმდენი უნდა იყოს ყველი. მაგრამ ჩვენი პრობლემა ზუსტად აი ქართული გასტრონომიის ის არის, რომ ერთი და იგივე სტანდარტს ვერ გავცდით და ჭვიშტარი შეიძლება როგორც დესერტი მიიტანო, შეიძლება როგორც რაღაც ნაწილი მიიტანო, შეიძლება რაღაც ფორმა მისცე ისეთი, რომ გააევროპელო, მაგრამ ნაციის გემო, ეროვნული გემო უნდა დარჩეს და ძალიან ბევრი დოზა დაკარგავს ზუსტად აი ამ გემოს და ამიტომაც შეუცვალოთ ფორმა, სერვისი, მაგრამ დავტოვოთ გემო. გემო რა თქმა უნდა. ჯიგრულა დაუთვონ ეხლა სვანებს რა მოხდა? კარგი ძიმა. კარგი ეხლა ხო რა იყო? არა, დათმობილი თავისთავად არის, იმიტომ რომ იმათ ფეტვსაც ურევენ და ოდნავ განსხვავებული ტექნოლოგიით აკეთებენ, მაგრამ მოდი ახლა შენ ტექნოლოგიით გავაკეთოთ დალი. მე როგორც ვიცი ეს ბებიას რეცეპტია. კი, და სხვათა შორის ჩვენთან სახლში უმატებდნენ ცოტა მანანის ბურღულს. და გამოდიოდა ძალიან საინტერესო, მე მგონი იტალიელებიც აკეთებენ ესეთ რაღაცას, ხო? კი, და ძალიან ჭვიშტარი მსუყია. და რამდენი მანანის ბურღული. მე პირველად როცა გავიგე რომ ჭვიშტარში იყო მანანის ბურღული, ცოტა გამიკვირდა ძალიან და ვფიქრე რა თუნდა ჭვიშტარს მანანის ბურღული და თურმე უნდა. კი, ძალიან კარგი გამოდის და მე ხრაშუნაც გამოდის და რაღაცნაირად თითქოს გამოყოფს რაღაც ყველის გემოს. აი დავუშვათ ჩვენ ხო გვაქვს ახლა აქ ერთ მოჭაზე მეტი ფქვილი, ხო? ამის ნახევარი უნდა იყოს მანანის ბურღული. ერთი პეშვი. ერთი პეშვი. ეს არის ჭადის ფქვილი და მანანის ბურღული. შემდეგ ამას დავუმატებთ მარილს. აი მარილი. მაგრამ გააჩნია, უნდა ვიცოდეთ როგორი გვაქვს ყველი, ხო? ყველი რო ნაკლებ მარილიანი იქნება, რასაკვირველია, ამასაც ნაკლები მარილი უნდა დავუმატოთ. და მე მინდა გავაკეთო, რომ ჩვენ მერიკო, მოდი ორი ვარიანტი გავაკეთოთ, ერთი რომელსაც ღუმელში გამოვაცხობთ, ხო? და მეორე ფრიტურზე გამოვაცხობთ. ანუ ზეთში შევწვათ. ხო, ზეთში შევწვათ, ხო? ეგეთი რაღაც ვარიანტი გავაკეთოთ. ეხლა მაშინ მეტი ტარტალეტკის ფორმებს რო ვეძახით, კინა რო არის. ჩვენ მოდი შევწვათ როგორც ქაბაბის კეთეთ, ხო? აი ეგეთ რაღაც. ჩვენ და გამოვაცხოთ. ერთი ვარიანტი გავაკეთოთ შებოლილი სულუგუნით, რომელიც ძალიან პიკანტურ გემოს აძლევს. მეორე ვარიანტი გავაკეთოთ ჭყინტი ყველით. და ის ჩავდოთ ორი კარგი იქნება. ეხლა ძალიან სოდა მინდა ცოტა რომ მოვაფრქვიო, ჩემო კარგო. აი ბაია ხაჭაპური შამფურზე რო რაღაც ეგეთი ვარიანტი იქნება. ეს მაგარი რომ უფრო ფუმფულა იყოს და სხვათა შორის ამას აკეთებენ ბორჯომით. ნაბეღლავითაც აკეთებენ დოთი და ძალიან გემრიელი გამოდის ერთი კვერცხიც.
ერთი კვერცხი? კი, მეორე ვარიანტიც ავრე გავაკეთოთ კიდე. კვერცხი, ეგ არაჟანი? და არაჟნით აკეთებ. კი, არაჟნით გავაკეთოთ. მაწონიც ძალიან კარგი იქნება. ნუ არაჟანი უფრო ის არის, ცხიმიანია და კიდე თავის. სიმსუყეს ფაშეს. კი, ძალიან მაგარი იქნება. სხვათა შორის სიმინდის ფქვილთან ერთად ძალიან კარგია მანანის ბურღული და ეს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სიმინდის გემოს გამოყოფს, გააჩნია, თუმცა სიმინდი როგორი წებოვნების არის. და ძალიან სასარგებლო მცენარეა გიჟდების სიმინდზე ისე მიყვარს და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ სიმინდსაც მაიასტომები მიაწერდნენ რომ ღმერთმა ჩამოუტანა ციდან და იგივე გენეტიკის მეცნიერებები ამბობენ რომ სიმინდი არის ძალიან იდუმალი მცენარე იმიტომ რომ უცნაური მცენარეა რადგან ადამიანის ჩარევის გარეშე ვერ ხარობს ყველა სტადიაზე მისი განვითარების ყველა სტადიაზე უნდა ადამიანის წახმარება იმიტომ რომ თავისით არც ამოვა, თავისით არც მეორდება და არც დაუშვათ მოიხმარება და იმიტომ რომ უნდა ჩადო თესლი, მოუარო, გათოხნო, ტარო უნდა გამოიტანო, განაცალკეო და არის იდეალური მცენარე იმ თვალსაზრისითაც რომ ყველაფერი რაც სიმინდთან არის დაკავშირებული მისი ღერო, მისი ფუჩეჩი, მისი ულვაში, ყველაფერი გამოიყენება არა მარტო კულინარიაში, არამედ მედიცინაში. და ეს ძალიან კარგად იცოდნენ მაიასტომებმა და ამიტომაც როდესაც რიტუალებს ასრულებდნენ საკულტო რიტუალებს ჩოკოლადლასთან ერთად თქვენ იცით რომ შოკოლადი იქედან მოდის ხო წირავდნენ სიმინდისგან გამომცხვარ პურებს რომელსაც ჰქონდა მზის ფორმა იგივე ჩოკოლადლასთან ერთად ფუჩეჩის ნახარზე გამიგია ოღონდ ახლა ვერ ვიხსენებ ზუსტად რა არის არა ფუჩეჩის არა ულვაშის ნახარში არის შარდმდენი საშუალება და ასევე ნაღველმდენი არის საოცრად კარგია და თუმცა დიდი დოზით არ შეიძლება ვისაც თირკმელი რას კაი სულ ბოლოში რო აქვს სიმინდი ხო აი ამას აშრობდნენ ოდითგანვე ეს ქართულ მედიცინაშიც ძალიან ცნობილი არის და ისე იყიდება კიდეც საფთიაქე მწვანე ისე მინდა თქვა რომ რა სჭამდნენ მეგრელები სიმინდის შემოსვლამდე როგორ ღომს და პირველად მე-17 საუკუნეში მოიხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის ნაწერებში რომელიც იკვლევდა არა მე მაგ დროს არ ვიყავი მაგრამ მანამდე სიმინდი არ იყო და შემდეგ ჩემი აკეთებდა ღომის ღომს რომელიც მახსოვს და ძალიან მომწონდა იმიტომ რომ ძალიან წვრილი ესეთი რაღაცნაირი ბურთუკები იყო ბურთუკები? ბურთუკები ბურთუკები ასე რომ სულ ცოტა რომ ყველი ჩავაყარო ეხლა გავახუროთ ტაფა? კი, არა ბუში. ღუმელში ჩასადება. ამბობენ რომ აი დიდი ხანი რო ზელ უფრო რბილი გამოდის და ფაფუკი, ხო? უფრო რბილი და ფაფუკი, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმანეთში ხო შედის. აი დავუშვათ ჩინური სამზარეულოს სიდიადე რაშია. სანამ ის ჩაყრის ხო ვოკში. ყველაფერს იმდენ ხანს ამუშავებს, რომ ფაქტიურად შეგიძლია უმად ჭამო რა. წინასწარი იმიტომ ყველა სამზარეულოში, ანუ ყველა გასტრონომიულ კულტურაში ტექნოლოგიური პროცესი განსაზღვრავს ყველაფერს. იმიტომ რომ ერთხელ ვიყავი ჩინელი მზარეულის მასტერკლასზე და ხო ისინი ძალიან მაღალ ცეცხლზე აკეთებენ და მე უცებ უნდა დაუწიო რომ დაუშვათ შიგნით განაგრძოს შუშვა ბოსტნეულმა აი მუდმივად ცოცხალი რო იყოს და ეხლა აქ იქნებაო 60 გრადუსიო მეტი არ უნდაო და რო ჩაყო იყო 59 ანუ ზუსტად იცოდა ტემპერატურა ეხლა რა მინდა იცი კიდე ერთხელ მაყურებელი გვიყურებს და მოდი გავიმეოროთ ანუ თქვენ აქ აიღეთ ჭადის ფქვილი დავუშვათ ავიღეთ ერთი მუჭა ხო ჭადის ფქვილი ორი მუჭა ჭადის ფქვილი ერთი მუჭა მანანის ბურღული გემოვნებით მოვაყარეთ მარილი იმიტომ რომ იმერულ ყოველს თვითონაც მარილი ცოტა სოდა ხელით მოვაფრქვით და შემდეგ დავუმატეთ იმდენივე ყველი რამდენიც იყო ფქვილი არაჟანი მაგრამ უნდა იყოს ფაფისებრი კონსისტენცია აი რომ სქელი ფაფა რომ არ გამოვიდეს ძალიან მაგარი ეხლა ეს ჩავდოთ ფორმაში მოუსვათ ამას რამე კი მოუსვათ ზეთი ბოდი სიმინდის ზეთი თუ გვაქვს ან რამე გაკეთება მომდა ძალიან სახში მაგრამ დაველოდები როგორ გააკეთებთ ქაბაბის ფორმის კი ეს ძალიან საყვარელია მე უფრო მიყვარს ხო და მინდა მომეწონა ძალიან და ხშირად ამას ვაკეთებ
სახელდახელოდაც ძალიან კარგია და თან მე მაგას აი ძველ აფხაზ თავადებს დესერტად მიართმევდნენ ხოლმე ჭვიშტარს, ოღონდ კამეჩის მაწონი, რომელშიც გარეული იყო თაფლი. თაფლი უნდა მეთქვა. სხვა შორის მინდა გითხრათ, ახლა საქართველოს ყველა კუთხეს ხო აქვს თავისი რაღაცა განუმეორებელი საჭმელი, მაგრამ მეგრელებს აქვთ რაღაცა პიკანტურობის შეგრძნება, რაღაცა საოცარი, რაღაც აი მაღალი ევროპული სტანდარტები. ეს განაპირობა რეგიონის თავისებურებებმა, მე განაპირობა იმან, რომ ზღვა იყო და მომსვლელები ძალიან ბევრი იყო, მე მალარია იყო გავრცელებული და ამიტომ ეს პილპილი და ცხარე რაღაცეები უფრო ხომ კი მაგ დროს და დარჩა იმიტომ რომ გემრიელია მოვაყარეთ ხო ყველი შეგძლიათ მთელი სულგუნებიც დადოთ ფიგურებად დაჭრათ და მოკლედ ეს არის იმერული ყველი გაკეთებული ეხლა ეს ჩავდოთ ღუმელში და აქეთ გავაკეთოთ ქაბაბ ჭვიშტარი ანუ ვიმეორებთ იგივეს ხო მოიღეთ კარგად სად იყო და აი შეხედეთ აქ იყავი? პორტუგალი. ზე პორტუგალი. მანანის ბურღული. ახოს. იცი ახლა რო გიყურებ რას ფიქრობდი? აი იგივე იმ უცხოელმა რო დაწერა რომ აღარ შემილია და არ მომწონს თქვენი საჭმელი. ასეთი ფორმით ჭვიშტარს ჩვენს რესტორანში ვერ შეხვდები. ეს არის პრობლემა. არ შეიძლება ეს ვინმეს არ მოეწონოს. გამორიცხული ესეთი გემრიელია. უბრალოდ არ ვაკეთებ კარგად. და ეგ ძალიან ცუდი. კვერცხი დაგვეწყო. თქვენ იქ კვერცხი უქენი? კი. კვერცხი არა, არ გვითქვია. კვერცხი არა. იცი რა არის მე მთვლი რომ დამოკიდებულება არის თავარი. აი შეიძლება შენ გენიოსი იყო, თუნდაც აი მაინც მასწავლებელს გადავწვდი, გენეტიკურად მასწავლებელი. დაუშვათ შეიძლება ძალიან განათლებული იყოს, საგანი იცოდეს, მაგრამ ცუდი დამოკიდებულება თუ აქვს, ანუ სულ ერთია დამოკიდებულება, ვერ ასწავლოს საგანი კარგად. კი, გეთანხმები. ხო? დამოკიდებულება არის, აი მაგალითად ძველ ბაბილონში მუჰალდიმს ეძახდნენ მზარეულებს. და ისეთი გაკულტებული იყო ეს მზარეული, რომ ჯარში არ მიყავდათ. და ხო პრივილეგიები ჰქონდათ და წარმოიდგინეთ ეს ის ეპოქა არის, როდესაც ჰამურაბის კანონები იწერება და ყველაფერი კანონიზებული იყო. და საავტორო უფლებას ანიჭებდნენ თუ ის გამოიგონებდა ახალ კერძს და ხელს აჭრიდნენ იმ მზარეულს, ვინც 1 წლის განმავლობაში იმ კერძს გაიმეორებდა. კოპირებას გაუკეთებდა. და როცა წვეულებაზე იწვევდნენ, აუცილებლად უნდა ქონოდა ამ მზარეულს თავისი რეცეპტი. როგორ ფიქრობთ, რატომ? როგორ ფიქრობთ? აი თქვენ მაინტერესებს თქვენი აზრი. რატომ უნდა მოეტანა თან ის რეცეპტი? შეჯიბრებოდა იქაურ მზარეულს ალბათ, რა ვიცი. საავტორო უფლებები უნდა დაეცვა და გარანტირებული იყო ის. ანუ დაცული იყო სტერილობა, დაცული იყო ის ინგრედიენტების სიზუსტე. ანუ ხარისხზე იყო ორიენტირებული ყველაფერი. ეს სერიოზული სტრესი ყოფილა მზარეულობა. კი, და ამიტომაც იყო წარმოიდგინეთ ჯარშიც კი არ მიყავდათ ისევ ტიპი. ჯარს არ უნდა მზარეული? არა, თვითონ არ მიყავდათ როგორც რიგითი ჯარისკაცი. დაზღვევა ჰქონდა. ეგ სულაც არ მიგეს სხვათა შორის მე რომ მზარეული. აქ ჩავყაროთ ახლა შებოლილი სულუგუნი. იმდენივე რამდენიც არის ცოლ. აი, წახოდი? არა. გავახუროთ ტაფა. გავახუროთ ტაფა. დავასხათ ზეთი, ბლომად ხო? კი. უკაცრავად ჩემი ღვინის ჭიქა. არა ვარ კარგად. დიმა. დიახ. როგორ? შენი რა? ორი წრე დავარტყი უკვე ახალობას. სხვათა შორის მე ვთვლი რომ ჩვენი სულუგუნი არის მართლა გენიალური გამოგონება. სულუგუნი? და ძალიან წყინს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ უცხოელები მერე. რატო აყენებენ შეურაცხყოფას? აი ვიღაცამ მომეწონა. უცხოელები მიჩვეული არიან ცოტა სხვა ტიპის ყველს და ალბათ იმიტომ. არა, იცით რა არის? ძალიან ბევრი ფალსიფიცირებულია, მოხდილია და ჯერ არ არის ისეთი ხარისხის, რომ ფენაფენად რო იწვლებოდა. ესა ეგ არის სულუგუნი, თორე შეურაცხყოფას რომელიც არ არის სულგუნი. ხო, და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ალბათ კულტურის სამინისტროს, იგივე ტურიზმის დეპარტამენტის სხვადასხვა ორგანოების ნორმები და ხო, რეგულაციები, თორე ფრანგული სამზარეულო რეგულაციებისგან გახდა ეგეთი და რაღაც მაღალი კლასის, თორე ეგრე თავისთავად ხო არ გამხდარა. ჩვენს მივაყენოთ შეურაცხყოფა და კარგი სულგუნი გავაკეთოთ. არა, ნუ ეს უკვე არასწორი
დამოკიდებულება. კარგი სუგუნი გავაკეთოთ მეთქი, დავამთავრებინე რო ლაპარაკ. რატო უნდა შემიაყენო რასერჩი? თავისი კრიტიკა. ანუ როდესაც მზარეულს ექნება დამოკიდებულება, ზუსტად ისეთი, როგორიც არის საჭირო, ხო? ანუ ამას არაფერში ისა და რა ქვია ამოვლება, ამოგანგლა, იმიტომ რომ თვითონ მოდი ესე გავაკეთოთ. ცოტა მოგრძო ფორმები, ხო? საგანგლავია. ჭადის ფქვილით თვითონ არის. საგანგლავი. ამოგანგრეული. მე ამას მოვასხათ თაფლიანი მაწონი. კარგით რა, და აფხაზი თავადებივით მივირთვათ. ეს რეკლამის შემდეგო. შემდეგ მოხდება. მანამდე კარგით, რეკლამა მაშინ და შენც დავახატე.